ეს ჩახაპულს. ეს ლობიოს. აი მე როგორ მძიმედ ვარ ხო. რას ქვია გეტყვით ხან მძიმედ ყოფნა. მე საერთოდ ესე რომ დავჯდე და საჭმელი ვჭამო, იგივე რაღაცა იშვიათად ხდება. დრო და ჩემი კვება უფრო მეტი არის ვიფასებო. აი წახემსებას ვეძახი მაგას მაგალითად მოვჭრი ერთ ნაჭერ ყველს არ ორ ნაჭერს და მივითმევ მარტო პურის გარეშე საერთოდ პური როდის ვჭამე არ მახსოვს. ეგ დადე ნახე და კიდე სხვა აიღე თუ გინდა. ხო და აი მე ეს ყველაფერი ეხა რა ვჭამე. ორი ალადი შეჭამე დანარჩენია და არა აი ათეშზე 4 იყოსო. მერე ქლიავი შევჭამე. აბარო დავლიე. მერე ყველი შევჭამე. ხო და ამასობაში უკვე მძიმედ ვარ. ძალიან აი არ ვიცი. მითერაფია არ მიჭამია. მარტო ესენი და მაინც აი ესე ვარ და მეტი რა გინდოდაო. მე თქვით ახლა პირველი 5 წუთია კი მოგისწრია ამდენიო. ხო დედი. ხო, კაი. ის დედიკორისთვის არის იცი? მამიკო ბუზის იმებს რომ უკიდებს. მაგისთვის აქვს ის შპილგა კი? გუშინ ყველად გავუშალე აქეთ მუხრანის ადამ ცოტა ხანი იქეთ წამოვწვებიო მუხამ ადრე იყო რა 9-ის მერე და თუ გინდა წამოდით ყველანი დავწვეთ. მე არ მეცალა ბავშვები მისმედეს ესე ადრე არ წავიდოდნენ და მერე მიუწვა ადა ცოტა ხანში. მამიკო ჩემთან წერსო უხაროდა და მერე არ გადავიდა. დარჩა. რომ მიჩეული იყო ადა სულ რომ ჩვენთან იყო მამიკოც ეხლა იმდენად გავუხარდა ჩემთან წერსო რომ მე მუხაც არ წამოსულა. ვეწავედი რაიმე როგორ მინდოდა იმ საქმის გაკეთება ვეწავედი თან ეხა ისიც მჭირდება ის კუთხეც გავანთავისუფლო იმ კედელს გამხეხა მაგრამ ეხა სად დავდგა თქო ეს ასაცმელებიანი ის სად წავიღო ეგა რო არ ვიცი. ეს ყვავილებიც უნდა გამოვწიო აქეთ, იმიტომ რომ მე აწყობის დროს ის მაგიდა და ყვავილებმაც ხელი რო არ შეუშალოთ. ეს მოიტანს და აწყობს. მუხას უთხარი რომ უთხარი მეთქი რა შენ რო ხარ საღამოს საათებში მოიტანონ და მაშინ ემა საქმე რა ქვია. მაშინ აწყონ თქო. და სუნი გაუშვა. ოღონდ აი ამ სუნეს რომ სიყენე. დანაირები უდევთ ხა იმ ქალსაც ხო მაქვს ანუ ყოველ ჯერზე ხო არ გაიყიდება იმდენს იმაშვება ატარებს სპეციალური ის აქვს მანქანა დაზგა რა ვიცი რა თქვია. ხო და არასოდეს ფერს არ იცვლის და აქ რამდენიმე ნახია მე ანუ ფერს არ იცვლის ძალიან საშინლად თორე უფრო მუქი ხდება მე მგონი ესეც არა გემო მაინც აქვს თავისი გემონებას არ კარგავს
არის ეს? იმიტომ რომ ბევრჯერ უთქვია იმ ქალს, ანუ იმდენი კლიენტები რო ყავს და წარმოიდგინეთ ჩემს დას კახეთში სადღაც 50 კილოც კი წაუღია. ამდენი კლიენტი რომ ყავს, იმიტომ რომ არც გავაფუჭებო. იმას საქვია. ხარის. ზოგი არის რომ ნახე, რამდენი ვიცი რომ თავიდან მიიზიდეს კლიენტები, მაგრამ მე გააფუჭეს, მაგრამ მე არ მიყიდია. გასაკეთებ. იმიტომ რომ არ ქონდა საერთოდ გასაკეთებ. საჭმელს. ლობიოს ვაკეთებ, უყურე ლობიოს. მე არ მინდა. რა არ გინდა? ლობიო. როგორ არ გინდა? ვინ გითხრა რომ არ გინდა? და აბა ჭამას რო იწყებს და მერე რომ არ იცით ხოლმე სტოპი გოდეს უყვარს ძალიან ამაც ცემა და ამათ ლობიანი უყვარს მარტო ესე იგი ხალხი ეხა არ ვიცი ამას თქვენ მე ქებად მიიღებ თუ რა არ ვიცი მაგრამ უნდა ვთქვა არ ვიქებ ხელმოხლანისგანაც ჯუჯღუნებდი ბავშვს არ უნდა ქართულის კითხვა ესე იგი ინგლისურში გაკვეთილი რომ მისცეს არც წაუკითხავს ისე მომიყვა ზებირად არაფერი არ იყო ისეთი დიდი, მაგრამ მაინც ხო უნდა ეხა მე ვერ დავიმახსოვრე რამდენჯერ მომიყვა და წავაკითხე და წავაკითხე კი არა. ხო და კითხვითაც ქართულში გაწერილად კითხულობს და ინგლისურში როგორც მე ქართულს კითხულობ აი ესე კითხულობს არ მიხარია, იმიტომ რომ ნახეთ რა არის ინგლისურ საერთოდ გამოთქმითაც რომ ვერ საუბრობენ ესეთები მაინც ინგლისური ესმით და სასაუბროთ იციან, მაინც იციან. კი, თქვათ ისე ვერ მეტყველებენ როგორც მაგალითად გოდე მეტყველებს კარგად. აი ესე, რომ ვერ მეტყველებენ, მაგრამ ინგლისური რო იციან, ეგეთებსაც ვიცნობ, უფრო დიდებს. გოდეზე ბევრად დიდებს. მე ის მიჭირს ეხა რომ ქართულში თუ გააზრება უჭირს რა ვქნა საწავიდე რა გავაკეთო ცოდვაა იმიტომ რომ ყველაფერი ქართულად ისწავლება ინგლისური ეგ მარტო ერთია ეს ინგლისური ენა და всё რა ვიცი, უფრო რომ გაიზრდება იმედია გამოასწორებს და რამე უკეთესობა იქნება არ ვიცი. ძალიან დიდი იმედი მაქვს. კარგია ერთი მხრივ და კი მიხარია ასე კარგად რომ იმაშება ინგლისურს ეწყობა, მაგრამ ქართული მარტო უნდა ინგლისური და მათემატიკა. ეხა გუში და მხოლოდ ორჯერ წაიკითხა ქართული. მოთხრობა ქონდათ უნაურები და არაფრის დიდებით მე ჯერ ვერ წავაკითხე ტირო და იმაზეც ბრაზდებოდი და ხმამაღლა ვეუბნებოდი რომ აი წაიკითხე კოდერძის სიცხვილია როგორ წახვალ სკოლაში ასეთი სიმპათიური ბიჭია და არ უნდა ისწავლოს უნდა ისწავლოს. მოუხდება ძალიან მოუხდება. რა გავაკეთო? ჩემ კლასში მაგალითად მე 10-11-ზე რო გადავედი და იქეთ სკოლაში გადავედი დიდ სკოლაში, სადაც მამაჩემი და ბიძაჩემი სწავლობდნენ, ოღონდ განარიცხები არიან ისე და ბოლომდე იყვნენ მაგ სკოლაში. ბიჭები ძალიან ნიჭიერები მყავდნენ იქ კლასელები მართლა ძალიან გოგოს შეგწხვებოდა რომ არ გესწავლა
კი რაღაცებს სწავლობდი მეც ეხა რო იყვნენ მერიდებოდა და რაღაცა მაგრამ ეხა იმ ბიჭებმა რო იცოდნენ მაგალითად მათემატიკა ჩემმა კლასელმა ბიჭებმა რო იცოდნენ მე 10-11-ეს გულისხმობ რამოდენიმეჯერ საკონტროლოც კი დამიწერეს მე ჩვენ დროს იყო ესე დახმარება ეხა არ ვიცი ვინმეს ეხმარება თუ არა მაგრამ ჩვენ დროს იყო თან წარმოიდგინეთ ერთ მეთხზე რო ვიჯექით იმას პირველი ვარიანტი შეხვდა ხო მე მეორე ჩემი დამიწერა ჯერ და ის ჩავწერე მე მაგრამ მასწავლებელმა ხო იცოდა მიხვდა ვიღაცისგან გადაწერილი ომიცა ვინც კარგად იცოდა ის მეჯდა მე მაგრამ მე არ მithქვია ისე სამივე შვილებს ფიცა ვარ არ მithქვია რომ აი დამეხმარე და თავისით გააკეთა იმ ბიჭს მახსოვს მსგავსი რაღაც კარგები ძალიან მიყვარდა იქეთ სკოლა ის ორი წელი ისე განსაკუთრებულად დამახსოვდა კი რაღაც ცუდი მომენტებიც მახსოვს ამ ხანაკებისგან არა მაგრამ მახსოვს რაღაც ცუდი მომენტებიც და კარგი ყველაზე მეტად მახსოვს ყოველი დღე როგორი იყო იცი სკოლიდან რომ მივდიოდი ჩემს დას უფროს უკვე დამთავრებული ქონდა სწავლა ანუ თბილისიდან ჩამოსული იყო საესტრადო რომ დაამთავრა და რომ მივდიოდი აი სიხარულით ვუყვებოდი იმას რა ქვია თუ რა ხდებოდა სკოლაში ყველაფერს ესე ვიცოდი ყველაფრის მოყოლა გინ კარგი ყოფილიყო გინცოდი უნდა მომეყოლა ჩემი დისთვის ერთმანეთს არ მიარტყათ დაიმახსოვრე იქ რო არ უნდა ჩაბარო. მოხას უთხარი მიახური მომიტანე თქო და მომიტანს მაგიტო ამას რო ამზადე. ჯანმრთელობა. ხო თქვი ერთმანეთს არ მიარტყათ. გეყოთ, მოიტანეთ ახადროზე ისინი აქეთ. გეგადაადა. ერთმანეთს არ მიარტყა, იცოდე მამა გაბრაზდება. მე გავბრაზდები. მუხრანი ძახის გეგა ტელევიზორი გამოწე ხელმღერის შენ ხო წევად და გეგა ტელევიზორი გამოწე დროზე წამონდა წეკე ბიჭო ტელევიზორი გამორთული მაგ ტუალეტშია და იქ მღერის თქო ტელის რო შევლეთ ორივე ცები ეგრე არიან ხო წოდიდებო უი ხო იმას უყურებთ თქვენ ქეთის ეგიდუნაშვილს შეურიგდაო, რა თუნდა ეგეთი კაცი. ანდა კიდე Facebook-ზე იყო ესეთი რაღაც კითხვა დაუწერე კომენტარი. კითხულობდა ჩემმა შეყვარებულმაო, შემაგინაო რაღაცის გამო. გოგო, რა თუნდათ ეგეთი შეყვარებული, ერთხელ ადამიანი რო შეგაგინებს. ეხა აქ ჩვენზე თურმე ვაიმე ცოლქმარი სულ ჩხუბობენ ასე ისე სამი ექიმები მომიდეს მე და მუხას ერთხელ არ გვიჩხუბი აი სერიოზულად რა ქვია ან კი მე იქეთ შემიძლია რაღაცები უთხრა ხუმრობაში მე უთხარ ისიც უთხარიო თუ ჩვენს სპარინგობას თქვენ ესე აღიქვა და მით უმეტეს აქ ჩამთარო არის ჩემთან კარგად ლიკაც რომ მოდის ნათიაც ჩემი და მუხას ერთმანეთში
საუბარი კი შეიძლება ეს მითქო ცუდად ანუ ხო არიციან იმათო ჩვენი ურთიერთობა მაგრამ როცა ვიცი დავიცი ყველამ თავის ცხოვრებას რომ მიხედოს ის ხო ჯობია ერთხელ რომ ადამიანმა აწეულად მითხრას ტონს აუწიოს ჩემმა ხმარმა ჩემთან როცა არაფერს არ ვარ მსგავსი რაღაცის ღირსი ცოტა რამეზე როგორც დედაჩემი მიუდებოდა სულ ცოტა რამეზე დაანგრიე ოჯახიო რატო დავანგრიე ცოტა რამეზე ქმარი რო კარგი გყავს მაგრამ იმის სახლში გახჯობენ და ქმარი რო ვერაფერს ვერ ამბობს ეს ცოტა რამეა არ არის ცოტა რამე სხვისთვის არის კი რატომაც არა იმიტომ რომ მის თავს არ ხდება მაგრამ არიან ესეთები რომც ხდებოდეს მაინც აიგნორებენ და მაინც იქ არიან მაგრამ მე არ შემიძლია ძალიან ცუდი ხასიათი მაქვს არ შემიძლია მოთმენა და რა გავაკეთო ყველა ერთნაირები ვერ ვიქნებ ეხა ის დაუწერე რომ ერთხელ ადამიანი შეგაგინებს უაზროდ ხო მე მისგანაც უნდა ელოდო სოლად რო გაყვები მე უკვე ყველაფრის უფლება მაქვს და კიდე უფრო უარეს იზამენ ასე რომ თავიდანვე როდესაც მე აგერ გეუბნები მე ლაპარაკებოდა მუხამაციც ის ერთი ადამიანი უცოლო ძალიან კარგი პიროვნება იყო იმ მხრივ რომ ფიზიკურად აზგინდა თუ როგორც და ეხლაც მაგრამ ნახე ყველაზე და ყველაფერზე ვინც ეჭვიანობს და მე არჩევანის წინაშე გაყენებს მაგ ადამიანი მისგანაც უნდა ელოდო მომავალში არც არაფერს ამიტომაც იყო რომ ანუ ქმარში კი არ გამიმართლა მე ვიცოდი რანაირი ქმარი მჭირდებოდა ამ ხრივ ხო და აი ესე გოგოებო ყოველთვის ჯობია კი ცუდი ბიჭები და სულ ყოველ წამში რომ იგინებიან ესეთები მოგწონთ უმეტესობას ასეა ბევრს ვამჩნევა აი ესეთ ცუდი ბიჭები უფრო მეტად მოსწონდა და სხვათა შორის მსგავს პერიოდი მეც მქონია და გამივია აი ვიწყეთ ისეთები ეცადეთ უფრო ესეთი რბილი ხასიათის რო გაგიგებთ ეგეთი რა ვიცი ადამიანის შეცნობა უნდა შევძლოთ სანამ რაღაც ნაბიჯს გადავგან კი ბოლომდე ვერც შეიცნობ ადამიანს თანაცხოვრების პერიოდში უფრო მეტად ვეცნობით ერთმანეთს მაგრამ მოკლედ რა ვიცი ჩემი და მუხას შემთხვევაში მე რომ მინდოდეს ჩხუბი მაგალითად და ვეჯიჯღუნო და ასე და ისე ვარ მეჯიჯღუნა ადამიანი საერთოდ იმიტომ რომ ცოტა რაღაცი თუ არის ყველაფრის გარკვევა რომ მიყვარს ამიტომ მაგრამ მუხანი არის ეგეთი შენ ეხა ჩხუბი მინდა ჩემთან მაგრამ ამ გეჩხუბი მე არ მინდა შენთან ჩხუბი როდის მაგინდება მეთქი ეგეთი ვარ ანუ მიყვარს ლაპარაკი ანუ როცა რაღაცის გარკვევა მინდა უნდა გელაპარაკო შენ აქეთაც უნდა მითხრა რაღაცა ან უარყო ან კი თქვი ან რაღაცა ხო გას რაღაცები არ გიჩხუბია მადლობა ღმერთს მე ესეთი ვარ ხალხო ერთხელ რომ ვიჩხუბო და რომ გადავდგამ ნაბიჯს მე всё ესე გავაკეთე ესე მოიცევი სულ იცის მუხამ ჩემი ხასიათი ყველაზე კარგად იცის მუხანი ჩემი ხასიათი და მიცნობს ესეთი ამდენი ასე რომ რა თუნდაც ესეთები ან იმას რა თუნდა რა გინებდა ის კაცი სიმთვრალეში რატომ მიუბრუნდა იცით ის ხომ არ მიყვარს ეს სიტყვა მაგრამ კაი მოდი ვთქვათ არ ვიტყვი იმ სიტყვას და ფულს ხო შოულობს და იმასთან ის ეგულება და ეხა კიდე ძმაკაცები და ასე და ისე და მოკლედ მთლად იმას იზამენ დააქცევენ მაგას და ეხლანდერი ტირილით რო გაეშვა არ სჯობდა ის კაცი და ყოფილიყო თავისთვის ვიდრე ეხა უარეს რო დამართებენ და უარესი რომ მოხდება ცოტა ხანში ერთხელ გაგიკეთა მეორედ უარესი იზამს ესეთია ეს ცხოვრება ხალხო ყველაზე მეტად არ მიყვარს ადამიანის წყალებში და გამოყენება რასაც ქვია და მსგავს რაღაცას რო ხედავ ადამიანებისგან მე იმოიშვები რა ჩემს შემთხვევაში რო ხვდები
მაგრამ არ ვიმჩნევ და მაინც რომ უკეთებ ხოლმე ადამიანებს და იმაზე მუხაი მეუბნება. ეხლა ხო თქვი რომ ასეც ცდილობს, მაგრამ მოდი მაინც გავუკეთებ იმას. მოდი მაინც, კიდევ ერთხელ, კიდევ ისე და ესეთ რაღაცა მჭირს. ეს შეიძლება იმან არ იცოდეს რომ მე რაღაცებს ვხდები და ასე შემდეგ. იმიტომ რომ არ შემიძლია ის რომ შევიმჩნიო და პირიქით კი ნაწყენი ვიყო რაღაციდან, მაგრამ იქეთ იმას ვაწყენინო და დავაკეთე. არ შემიძლია. მოკლედ ეს ჩემო კარგი წავედი. ამას მე გაჩვენებთ როგორ გავაკეთებ, კი გამიკეთებია, მაგრამ მაინც გაჩვენებთ მე. ჩემი ჩახრაკულა ჯენი ახალმა მომისწოს. წავედი აბათ ვიდაგებშობებით და თან ტელეფონსაც დავტენი. მოვალ მე. აუცილებლად მოვალ დღეს მეორე გდიდებით.